პურის მიმართ ბავშვობიდან განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა. პურს ჭამდი ყველაფერთან, კარტოფილთან, მაკარონთან, ლობიოსთან, ვაშლთან და ყურძენთანაც კი. პურის დადება უკუღმა არ შეიძლებოდა და თუ დავარდებოდა სამჯერ უნდა გეკოცნოდა სათუდად დაგებრუნებინა თავის ადგილზე. ალბათ საქართველოში ადამიანების უმრავლესობა ასე იყო, რადგან ამ ქვეყნისთვის ხორბალი ისეთივე წმინდაა როგორც ღმერთი, რადგან ესაა ხორცი უფლისა. თუმცა ცოტა რო წამოვიზარდე, აღმოვაჩინე, რომ ჩემი საყვარელი პური ჯანმრთელობისთვის არც ისე კარგი ყოფილა. ამას ცოტა გაუბრაზდი და გამიკვირდა, როგორ შეიძლებოდა ღმერთის ხორცი ადამიანისთვის საზიანო ყოფილიყო და ძიება დავიწყე. აღმოჩნდა, რომ იმ პურს, რომელსაც დღეს მოვიხმართ, არანაირი საერთო არ აქვს პურთან, რომელსაც თუნდაც 200 სიცხლის წინ ვაცხობდით. თანამედროვე წარმოების მეთოდებმა ხორბალს მთლიანად გამოაცელა ყველა ის სიკეთე, რასაც 1000 წლეულებია ინახავს. ამან ცოტა სასოწარკვეთილებაშიც კი ჩამაგდო. სისტემა იმდენად დიდია, რომ თავი უმწეოდაც ვიგრძებ. თუმცა მარტო არ ყოფილა. ჩემსავით სხვა ადამიანებსაც დგივათ ხორბლის ადგივარი და ჩემგან განსხვავებით აქტიურ ქმედით ნაბიჯებსაც დგამენ. ერთ-ერთი მათგანი ლალი მესხია. ადამიანი, რომელიც სულ სხვა სფეროდან მოვიდა. წლებია ქართული ძირძველი ხორბლის ჯიშების პოპულარიზაციისთვის და გადარჩენისთვის იბრძვის. შენ სასწაულს ეძებ, ხო? მე ვეძებდი პურს. ძალიან მშიო და კარგი პური. რომელსაც აქ გემოდა სუნი და რომელიც ჯანსაღი არის და გადავეყარე ამ ქართულ ხორბლებს, უძველეს ხორბლებს. ანუ საგანძური ვიპოვე, წარმოგიდგენია, აი რაღაცა სასწაული რაღაცა. არსებობდა უკვე, აი სად იპოვე? როგორ არ არსებობდა, რა თქმა უნდა არსებობდა, მაგრამ იყო გადაგდებული, მიძინებული. სადაც არ მივედი, მე და დავიწყე კითხვა, რომ აი ქართული ხორბალი, არ ვიცოდი რა არის ეს დოლი და მახა და ზანდური. რაღაცა გამეგო ეს სიტყვები, მაგრამ რას ნიშნავდა არ ვიცოდი. სანამ ამისგან პური არ გამოვაცხე. ხორბლის აღმოჩენა უკავშირდება ეს ნეოლითური დიდი რევოლუცია, რომელსაც კაცობრიობის ახალი ეტაპი დაიწყო, ანუ ახალ ეტაპზე აიყვანა კაცობრიობა, იმიტომ რომ გახდა საჭირო რაღაცა შრომის იარაღები, მიწის დამუშავება და ასე შემდეგ. თან ერთ ადგილას გააჩერა და ერთ ადგილას დაიწყო ადამიანმა უფრო ღრმა განვითარება, ასე ვთქვათ, მანამდე არის მოძრავი, ხო, მომთაბარეა და ამან ესე იგი დაამაგრა მიწაზე, მაგრამ რომელ მიწაზე? აი ესეც არის, ხო? იმ მიწაზე, სადაც ეს მარცვალი აღმოჩნდა, სადაც ეს ერთი მარცვალი ხო არ იყო, მარტო ხორბალი ხო არ ქონდათ, სელიც ქონდათ, ფეტვიც ქონდათ და ქერიც ქონდათ, მაგრამ ხორბალი მეფეა. ხორბლისგან გამოცხო პური, რომელსაც ჩვენ არსობის პური დავარქვით. ადამიანი მიწაზე მაგრდება, ის იწყებს დაკვირვებას. იმიტომ რომ ეს ნეოლითური რევოლუცია არ არის მარტო შრომის იარაღები. ეს არის ადამიანის განვითარების ეტაპი, როდესაც ის დაკვირვებას იწყებს მთლიანად სამყაროზე. ხო, ნიადაგზე, მნათობებზე, ყველაფერს აკვირდება იმისთვის, რომ მოიყვანოს, იმიტომ რომ მას ჭირდება, სასიცოცხლოდ ჭირდება ეს მარცვალი. და ანუ მან იცის უკვე, რომ აქ არის ტრიადა, მიწა, ადამიანი და ზეცა. და ამ ტრიადაში თვითონ ელემენტია.
ეს არ არის რაღაცა ცალკე მდგომი. ეს არის ერთიანობა. და ამიტომ ის ეფერება მიწას. აი ნახეთ, რა არის ეს ქართული ხორბლის კულტურა, რისგან შედგება. ეს არის მაგალითად, ეს არის ძალიან ბევრი კომპონენტია, მაგრამ მაგალითად პირველი ხნულის რიტუალი. პირველი ხნული არის, რომ ესე იგი გაზაფხულზე, როდესაც არის ბუნიობა, დღეღამტოლობა, საოცარი ენერგეტიკა ამ დროს სამყაროში, ხო? ეს მიწათმოქმედი ადამიანი მიწასთან მიდის და ეფერება. ანუ პირველ ხნულს გაიყვანს და ამ პირველ ხნულში შენახული აქვს ცალკე ხორბლის მარცვლები, საუკეთესო, რომელსაც საღვთო ქვია. ძველ წყაროებში წერია, რომ ქართველებიო იმ წლის მოსავალს არასდროს არ ჭამდენო, ამას ინახავდნენ ერთი წლის მერე. ანუ მარაგი უნდა ყოფილიყო. იმიტომ რომ ვისაც თესლი აქვს, ის გადარჩება, ხო? და ვისაც პური აქვს, ის მართავს. აი ხა რო ვფიქრობდი, რომ აი ადამიანი როდესაც გაჩერდა ერთ ადგილას, მორჩა მონადირე შემგროვებლობას და გაჩერდა ერთ ადგილას და მოყავს უკვე მარცვლეული და სხვადასხვა მცენარეებთან იწყებს ურთიერთობას. და იმეთქი რა მოხდა მაშინ ადამიანის ცნობიერებაში და ეხლა მე მაგაზე გამეცი ძალიან კარგი პასუხი, რომ იწყებს დაკვირვებას. და როცა იწყებს დაკვირვებას, იწყება ფილოსოფიური აზროვნება. უკვე შემოდის ფილოსოფია, უკვე შემოდის რაღაცა მიღმიერთან ურთიერთობა აბსოლუტურად და აი ცხოველური ფაზიდან გამოდის ფაქტობრივად ადამიანი და იწყება სულიერი ცხოვრება რა. როცა რაღაცა სხვასთან იწყება კომუნიკაცია და ეს არის მაგისი ინსტრუმენტი, ასე ვთქვათ, და ერთ-ერთი გზა იქ მისასვლელი. იმიტომაც ქვია მაგას ცივილიზაცია, იმიტომაც ქვია მაგას ნახტომი, მაგ პერიოდს, ნეოლითური რევოლუცია მაგიტომ ქვია მაგას, რომ ადამიანი სხვა ფაზაში გადადის. ჩვენ ვამბობთ, რომ ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები, ეს არის დღეს ის ელემენტი, რომელიც შეტანილი გვქონდა იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად. ეს ადამიანი, რომელიც გაჩერდა, რომელიც აკვირდება, რომელმაც ხნათესვა დაიწყო, რომელსაც იცის უკვე რომ სასიცოცხლოა, ეს უნდა შეინახოს, ეს უნდა გაანაწილოს. ანუ მისთვის სიცოცხლე არ არის მხოლოდ ფიზიკური არსებობა. ეს არის მთავარი, რაც თქვენ ახლა აგრეთვე თქვით, ხო? აი მისთვის ეს არის ფიზიკური და სულიერი არსებობა, მაგრამ აგრეთვე იმ სოციუმში, რომელშიც არსებობს წესრიგი, სოციალური თანასწორობა. ამ პრინციპებზე აგებს ის ამ თემში ცხოვრების წესს. ასაკრალურებს ამას ყველაფერს იმისთვის, რომ დაამაგროს ეს. და მე ეს ცნობიერებაში როგორც კულტურა ისე ყალიბდება. ეს არის ეს არამატერიალური კულტურა. თქვენ წარმოედგინეთ, რომ ხორბალი და პური მონაწილეობს ადამიანის დაბადებიდან გარდაცვალებამდე ყველა მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც კი ადამიანს რაიმე ტიპის საღვთო თუ საერო დღესასწაული აქვს. ეს არის დაბადება, ეს არის ქორწინება, ეს არის გარდაცვალება, ეს არის შობა, ეს არის აღდგომა, ყოველთვის არის სარიტუალო საღვთო პურები, ქრისტემდეც და ქრისტეს მერეც და აგრეთვე ხორბალიც. ამდენად დიდია და გარდა ამისა, იცით, ამ ორმა ელემენტმა თუ ჩემთვის ერთია ხორბალი და პური. ნახეთ, ხორბლის ყანას პურის ყანა ქვია, ხო, ქართულად. ლექსიკაში როგორ არის შემოჭრილი, ნახეთ, პურობა, ხო, რაც ნიშნავს ზოგადად, რა ვიცი, ვხინს, პურმარილს, ხო? ანუ პურად ძვირი. ანუ თუ ცოტა ძუნწია ადამიანი, ესე იგი პურის განაწილება. რატო? იმიტომ რომ თესლის განაწილება და პურის განაწილებაც არის საკრალური წესი. ანუ შენ თემში რო ცხოვრობ და მოიწიე მოსავალი, ხო? ის მოსავალი მარტო შენი კი არ არის. განსაკუთრებით სათესლე მასალა, რომელსაც თემის საბჭო ან თემის უხუცესი ანაწილებს. იმის მიხედვით, ვის რამდენი რესურსი აქვს, ფიზიკური, მიწავის რამდენი აქვს, ძალავის რამდენი აქვს და ასე შემდეგ. ასევეა პურზე. დღესაც ასეა. ხო, გინახავთ თქვენ საქართველოში ოჯახი, რომელიც დაამადლებს ვინმეს პურს.
და აი პურის გადაგდება არ შეიძლება. ის კი არ გადაგდება, კი არა, უკუღმა დადებაც არ შეიძლება. იმდენად საკრალურია. როგორ მივედით აი ესეთი ძალიან საკრალური რაღაცა, რომელიც წმინდა იყო თითოეული ადამიანისთვის, რომელსაც ძალიან ურთხილდებოდა, ნიშნებს და ბეჭდებსაც ასვამდნენ, ამ საკრალურ ნიშნებს ჯვარს ასვამდნენ. მე შევსწრები გადაღებულიც მაქვს სვანეთში სარიტუალო პურებს როგორ აცხობენ, თავისი სახელი ქვია ლემზირები, ხო, არის წმინდა გიორგისთვის ცალკე აცხობენ, სამებისთვის ცალკე აცხობენ, მამა ღმერთისთვის ცალკე აცხობენ და როგორც შესაწირს, შესაწირია. ყველას თავისი ლოცვა აქვს თან ეს აი სასწაული გადაღება იყო. მაგ მომენტში რო ვიყავით, ან ქალბატონი იყო ასაკიანი და სვანურად რო დუდუნებდა თავისთვის, აი და მაჟრიალებდა, ეხაც რო გამახსენდა, აი სასწაული. Gabriel Terglezer dizəbuaçqət. Gabriel Terglezer dizəbuaçqət. Naçöneyma bnereliyum peresvə şuxamar günsizi. Mermadmış bu nə güzelismiş bu axlobelmiş bu ertgülam zor. O saat didərmiş yakın. Yaxarar cabit. Bunun bəryat pişirmiş yuxarısı. შუაგულ თბილისში ვერაზე ზანდუკელის ქუჩაზე გვაქვს ჟან-ჟაკის ფრანგული საცხობი. ფრანგული, მხოლოდ იმიტომ რომ ჟან-ჟაკი აცხობს, თორე ყველაფერი აქ არის თავიდან ბოლომდე ქართული წითელი დოლის ფქვილით დამზადებული. და ესეთი არაჩვეულებრივი სახელი ქვია ოქროს პური. მოკლედ შევალთ ახლა დავესწრებით ჟან-ჟაკი როგორ აცხობს პურს და არა მარტო პურს. და გავეცნობით პროცესს. გამოდის ეგეც ქართული ხორბლისგან, როგორი ბაგეტი გამოდის? წითელი დოლისგან არის, ხო? ძველი ქართველი ხორბლისები. ეს მაგარი გემო აქვს. ეს ნამდვილი ბაგეტი არის, სხვა ბაგეტი გემო არ აქვს. რასამა. ეგრე არის. ეს თქვენი ოქროს ხორბალი. ხაშით არის, დროჟი არ არის. ეს ხაშით არის დამჯაბებული ცომი, ხო? და დედა არის. თქვენ საიდან მოგაქვთ წითელი დოლი? მოხავს. მე დავიწყოთ 2006-დან. მოხავს კახეთში და ეხლა პატარა ცისკვილი მაქვს აქ უკან. დაბქვა და ვაწყობ. რა სიტყვით აი ქართულ ხორბალზე რითი მიგიზიდათ? საფრანგეთში გაზრდილი ადამიანი ქართულმა ხორბალმა რითი მიგიზიდათ? მთელი ქვეყანა არის ახალი ხორბლები, ხო? პატარა ხორბლები. აქედან ვერ აჩამს. პატარა ალერგია რაღაცა მქონდა. და როცა მოვედი აქ ამ ძველი ხორბლისგან ჩამს პრობლემა არ აქვს. რას ლაპარაკობ? და მათომე არა, სხვა ადამიანი ეგრე, ბევრი მომხმარებელი არიან აქ, რომელი მოვლენ აქ, იმიტომ გემო არის და ამისი პურისგან პრობლემა არ აქვს. თქვენი საყვარელი პური რომელი? თუ არის დოლისგან ნებისმიერი. ნებისმიერი თუ არის წითელი დოლისგან. ო, ეს თავარია უნდა იყოს. თქვენ როგორ გრძნობთ ხოლმე თავს პურის ცხობის დროს? ცომთან ურთიერთობისას. ეს მაგარი საქმე არის. ესეთი სიტუაცია როგორც ლოცვა. ხო, უნდა შენი გული უნდა რა ქვია მეთისგან ღია უნდა იყოს, იმიტომ ეს ხობალი მე გაკეთებული არის ბუნებას საჩუქარი არის. და ამ საქმეზე თუ შენი გული ღმერთისგან ღია არ არის, იგივე არ გამოდის, ხო? ჩემი დიდი ბაბუა იყო პურის მცხობელი, მისი სახელი მქვია მე. აჰა, რა ქვია? მათე. აჰა. მერე ცოტა ხანში მიდის ფონში.
გავაკეთე ეხლა ესეთი პური რამხელა და თვალით ვაკეთებს ეს დაახლოებით 2 კილო 200 დაახლოებით გამოდის. ახე 2 კილო 180. ეს წითელი დოლი ხო თქვენი მოყვანილი ხო? ეს წითელი დოლი, ეს იგივეა ლიგოზით. ახე ცუბუკი არის. ეხლა მაგცა მოხსენ რომ გასინჯეთ რო ეხლა ახალი არის, უნდა იყოს ცოტა გაცივდა. პროცესი მიდის ცოტა კიდე, რო გაცივდა, კაიგე. და გემო უბრალოდ მაგარი იქნება საამოს. ეხლა უკვე კარგად არის, მაგრამ კი, აი ცოცხალი როა ეგ ეტყობა გემოზე რა. როგორ ფიქრობთ ისე აქ შანსი წითელ დოლს რომ მასობრივი გახდეს და ჩაანაცვლოს ინდუსტრიული პურები, ქარხნული პურები? ეს პური ინდუსტრიად ვერ გამოდის. უნდა გააკეთე როგორც ხელობა. სამასი არაგორი კიდე ნაცია და შუთა აწყო წითელი დოლისგან. და კუთაისი არის და კიდე არის წინათელად სხვა ადამიანი აწყობთ ახლა. ნელ-ნელა იზრდება ხო? ზუსტად. მაგარ საქმეს აკეთებს და მადლობა დიდი რა. ეს თქვენი ოქროს ხორბალი არის. ჩემი არის. ნახე უკან არის. აქ არის, ნახე ეს არის. კუთხეში, ნახე. ნახე რა სიმაღლე აქვს. გულამდე არის. რამდენიმე შვება ეს პატარა თავ-თავ. რანაირად მივედით ესეთი წმინდა და საკრალური პროდუქტიდან მივიღეთ ის რომ დღეს გვესმის რომ პური ჯანმრთელობისთვის საზიანოა, პურის მოხმარება არ შეიძლება, შეამცირეთ და ასე შემდეგ. მაშინ როცა ანუ მართლა ესეთი წმინდა და ახლობელი არის ადამიანისთვის და მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო ამდენი 1000 წლის მანძილზე. მთავარი მიზეზი როგორც მე ვხედავ არის სიხარბე. ადამიანის სიხარბემ მიიყვანა ადამიანი დიდ ინდუსტრიამდე. მეორე მსოფლიო ომის მერე ძალიან დიდი ესეთი ლოზუნგი იყო, ბევრი იაფი პური, იმიტომ რომ დაეპურებინათ ეს ომის მერე ძალიან რთული იყო ეკონომიკის ამოწევა და უნდა დაეპურებინათ ეს ხალხი და შესაბამისად დავალება იყო მეცნიერებისთვის, რომ სელექციით, ესე იგი, მაღალმოსავლიანი ჯიშები გამოეყვანათ და მართლაც დაიწყეს მაღალმოსავლიანი ჯიშების გამოყვანა. ადამიანმა მისცა დავალება, რომ ერთისგან 1000 მიეღო და მერე 10000. და ნახეთ ის რაც 100-ში იყო, ეს სიკეთე გადანაწილდა 1000-ში, მერე 10000-ში და არაფერი არ დარჩა. მერე ემატება ინტენსიური საფუარი და რაღაცა ხელოვნური ვიტამინები, 1000 რამე. მოდი ამას არ მოგიყვებით რა ემატება, იმიტომ რომ სუპერმარკეტის პურს უბრალოდ აღარ შეჭამთ. ისე ჯობია რომ არც ჭამოთ. ინდუსტრია არის ის, რაც აი ამ პროდუქტებს, იქნება ეს პური, იქნება ეს ღვინო, თუ იქნება სხვა პროდუქტები, გადააქცევს აი ასეთ ცოტა ხელოვნურ პროდუქტად. იმისთვის, რომ ეს იყოს ბევრი, ეს იყოს სწრაფი წარმოება და სამწუხაროდ საზიანოა ადამიანისთვის, საზიანოა გარემოსთვის, საზიანოა ფიზიკურ და სულიერ დონეზე. ეს მარტო ჩვენთან არ ხდება, ეს ხდება ყველგან. მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ჩვენ ქვეყანამ, რომელიც ვართ ხორბლის და მოშინაურების ერთ-ერთი უძველესი კერა ახლო აღმოსავლეთში და წინა აზიაში. ჩვენ რომლებიც ვართ პურის ერთ-ერთი სამშობლო, ჩვენ ნამდვილად ვართ პურისა და ღვინის ქვეყანა, მარტო ღვინის ქვეყანა კი არ ვართ. და ჩვენ რომლებსაც გვაქვს ბუნებრივად ეს სიმდიდრე, ესე იგი მსოფლიოში 20 არის აღწერილი სახეობა, ამ 20-დან 14 საქართველოში დარეგისტრირებულია, 14-დან 5 ენდემია, ჩვენი ენდემი. და უამრავი ხალხური სელექციის ჯიში გვაქვს, ანუ უმდიდრესი ვართ ამ მხრივ რა.
მთელი მსოფლიო ხმარობს ამ ჩვენ ენდემურ სახეობებს სასელექციოდ გენეტიკური, ანუ გაუმჯობესებისთვის და აღიარებს მთელი მსოფლიო, რომ ეს მომავლის ხორბლებია, იმიტომ რომ ეს გამობრძმედილი არის, ეს საუკუნეებ გამოვლილი ხორბლებია. ანუ აი ამ დღევანდელ კლიმატური ცვლილების პირობებში და სხვადასხვა ძალიან დიდი ზეწოლის პირობებში გარემოზე, რომელსაც ისევ ეს ინდუსტრია იწვევს, ხო? ეს ხორბლები, ნახეთ, ჯერ კიდე ცოცხალია. ჩვენ მოვიტანეთ ესენი აქამდე. ეს ხორბლები არის ველურ ხორბალსა და თანამედროვე ხორბალს შორის გარდამავალი რგოლი, რელიქტებია ფაქტიურად. ჩვენ ამისგან დღეს ვაცხობთ პურს და ვჭამთ. იშვიათად, მაგრამ აი შენარჩუნებულია, ნახეთ, 10-15 წლის წინ მივიწყებული იყო. ეხლა აღდგა, აღორძინდა და აი ამ გზაზე დგას. რა შეგვიძლია ჩვენ მივცეთ ჩვენ თავს, ჩვენ ჯანმრთელობას, ჩვენ მომავალ თაობას. იმიტომ რომ ჩვენ ეს მემკვიდრეობით მივიღეთ, ჩვენ არ შეგვიქმნია რა. ისე გავუფრთხილდეთ როგორც რაღაც საკრალურს, საღვთოს. მაგრამ აი ერთი ის არის, რომ მასობრივად მაინც მიჩვეულები ვართ, რომ აი იაფ პურს ყიდულობთ და ეს პური შედარებით ძვირია, შეიძლება 2-ჯერ, 3-ჯერ ძვირიც კი იყოს, ან 4-ჯერ ძვირიც კი იყოს რა. მაგრამ ეხა ერთ ჩვენ მეგობარს რო ველაპარაკე, რომელსაც ასევე მოყავს ეს პური, მან მითხრა, რომ საბოლოო ჯამში ის უფრო ძვირი გიჯდებაო რა. რა თქმა უნდა. დავითვალეო ყველაფრის გაანგარიშებით, ამითი უფრო მეც იხდი, ასე ვთქვათ რა. პრინციპში ეგ ალბათ გამოწვეული არის იმითი, რომ ნაკლები არის ცოდნა და ინფორმაცია ალბათ ამ თემების შესახებ და ხალხიც ნელ-ნელა ეხა და ეხა უფრო მოდის აზრზე, როგორც თქვენი შემთხვევა იყო, რომ რაღაცა შეგაწუხათ, რაღაცა დაიბადა წყურვილი და ამ წყურვილმა ინფორმაციის მოძიებისკენ გიბიძგათ. და ეხაც მე მგონია, რომ იმდენად დამშეულები ვართ, ასე ვთქვათ, რაღაცა ნამდვილს, რაღაცა რეალურს, რაღაც ნაღდს, ხო? რომ ეს შიმშილი გვიბიძგებს, რომ დავბრუნდეთ თუნდაც იმ წარსულში და რაღაცას მოვკიდოთ ხელი და გადმოვიტანოთ და აქ მოვიტანოთ და თან ისე, რომ ამ კომფორტსაც ხო მივეჩვიეთ, ეს კომფორტიც გვინდა, უსაფრთხოებაც გვინდა, ყველაფერი გვინდა და რაღაც თანამედროვეობასაც რაღაცნაირად მოვარგოთ, ასე ვთქვათ და. აი ეს რასაც თქვენ ამბობთ, ხო, ძვირი და იაფი, ნახეთ, ინგლისელებს აქვთ არაჩვეულებრივი გამოთქმა, რომ მე არც ისეთი მდიდარი ვარ, რომ იაფიანი რამეები ვიყიდო. ესეც ერთ-ერთი ფორმულაა რა, რომ პური უნდა იაფი იყოს, იმიტომ რომ ეს ბევრი იაფი პური უზარმაზარი ეპოქა იყო კაცობრიობის ცხოვრებაში, მწვანე რევოლუცია, ბევრი იაფი პური, რომ ბევრი პური ჭამრო დანაყრდე რა. აი ახლა როგორც ჟან-ჟაკი ჭრის ძალიან თხლაც და ძალიან პატარა ნაკუწებად, რომ გემო იგრძნო, რომ გაიგო ეს რა არის. ანუ ღვინოსაც იგივე გზა გაიარა ღვინომაც. როგორ უნდა დალიო ეს ღვინო? ვედროთი უნდა დალიო, თუ ყლუპი უნდა მოსვა, გემო რო გაიგო. საბჭოთა ეპოქამ განსაკუთრებით წაშალა ეს ჩვენი ხასიათი. ხორბალს აი იმ დონეზე რომ ჩვენი გენოტიპის ჩამოყალიბებაშიც კი ძალიან დიდი როლი აქვს რა. ჩვენ ესეთები რო ვართ, აი ეს ამ ხორბლის ძალიან დიდი დამსახურება. ძალიან ბევრი ქართული კულტურა მაგაზე არის აწყობილი, სიმღერები. უზარმაზარი, აი ვერც კი ერთ კი არა, 5 გადაცემაშიც ვერ ჩავატევთ, აი ეს ხორბლის კულტურა რა არის. ის არის წესშეულებებში გითხარით ყველგან, მაგრამ ლექსიკაში ძალიან ბევრი. ხალხურ შემოქმედებაში გუთნური რა არის აბა? ხო? კალოსპირული რა არის? ანუ ამ ყველაფერს ახლავს ეს ისეთი მძიმე შრომაა. ხორბლის მოყვანა, მისი მოწევა, აღება და გალეწვა და ისეთი მძიმე შრომაა, რომ ეს ხალხი ამ ყველაფერს იმსუბუქებს აი ამ პოლიფონიით, წარმოგიდგენიათ და აი ამ შრომის დროს ყანაში აი წარმოიდგინეთ რა, ხელით კეთდებოდა ეს, ხო? აი ამ სიმღერას უპირისპირებს პოლიფონიას ერთად სიმღერა, ერთად შრომა, ერთად სიმღერა, ერთად ლხენა, ერთად განაწილება. ეს სოციუმიც დაირღვა. დაირღვა, იმიტომ რომ თემი აღარ არსებობს სოფელში. ეხლა გამახსენდა ერთად მღერაზე.
სიტყვა ნათესავიც ხო მოდის ნათესიდან, დიახ, ის ერთად დიახ. თესავს და ფაქტობრივად ეს ნათესაობა, თემური წყობილება, ეს დიახ. დაოჯახება, ჭიდრობა რაღაც კომუნალური ცხოვრებაც დიდწილად მაგას უკავშირდება, რომელიც სხვანაირად, ადამიანები ერთმანეთს დაანათესავა. ასე რომ- ერთი სიტყვა, რასაც ბოლო პერიოდში უყურებ ხოლმე, არის დახმარება. სიტყვა ხმადან მოდის, მაგასაც რო დავაკვირდები და დიახ. აი ხა ყანა რო ახსენთო თან ძიმეშ რომო და თან მღეროდნენ, კი, თან კი. ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ხმაშიც ეხმარებოდნენ და ფიზიკურადაც ეხმარებოდნენ. დიახ, საოცარი საზოგადოება არის იმდროინდელი საზოგადოება, იმდროინდელი და მერეც, აი საუკუნეების განმავლობაში ხანდახან კითხვა რო ისმის, რომ რამ გადაგვარჩინა. მე მგონია გადაგვარჩინა აი ამან, რომ ჩვენ აი ეს კულტურა გაგვაჩნდა. ეს არის ის ღერძი, რომელთაც შენ იცი, რომ შენ ხარ ამ სამყაროს ერთ-ერთი კომპონენტი, რომელსაც გევალება, რომ გაუფრთხილდე მიწას. იმიტომ რომ ის არის შენი ის ძირითადი ეს არის საკვებს ისიძლევა, ხო? ანუ ეს გადატანითი მნიშვნელობით ქალია, რომელიც მშობიარობს და გაძლევს და შეიძლება რომ ესე იგი ამას თუდად მოექცე რაღაცნაირად წარმოუდგენელია, ხო? ან იმ ნაყოფს, რომელსაც ის იძლევა, რომელშიც შენ ამდენი ოფლი ჩადე. ამდენი თუნდაც იმღერე ყველამ ერთად რომ ის მოგეწია. შეიძლება რომ ის ადგე და გადააგდო ერთ დღეს მოისროლო ნაგავში. არ შეიძლება, ხო? აი ალბათ ეხლა ვარაუდობ, რომ ეს საკრალურობა იმიტომაც დაეკარგა, რომ ადამიანი იმდენს აღარ შრომობს პურის მოსაყვანად. შეუძლია ჩავიდეს სუპერმარკეტში და ძალიან მარტივად იყიდოს. და აღარ უნდა დაელოდოს მაგალითად ადრე ხო დათესავდა და შეიძლება გვალვა ყოფილიყო, შეიძლება ბევრი წვიმა ყოფილიყო და გაფუჭებულიყო მოსავალი და ინახავდა წინასწარ. გარკვეულწილად ეს ლოცვა მას სჭირდებოდა, აუცილებლად სჭირდებოდა იმისათვის რომ გადარჩენილიყო და ეხლა თითქოს ლოცვა აღარ არის საჭირო, პური ისედაც არის მაღაზიაში და შეგიძლია აიღო და ეს საკრალურობა მაგან დაუკარგა და თან ბუნებასთანაც კონტაქტი რო აღარ გაქვს რაღაცა ცოცხალ არსებასთან, რასთანაც ყოველთვის ჰქონდა. ეგეც არის ალბათ, რომ ქრება იმის განცდა, რომ მარტო არ ხარ და რაღაცა დიდი არსებობს კიდე შენს მიღმა. იმდენად და რაღაცა კოლოფის არსება არის ადამიანი, რო არის ერთ ოთახში ცხოვრობს, მერე გამოდის სხვა რაღაცა კოლოფში ჯდება, მერე მიდის სამსახურში, იქაც რაღაცა კოლოფია და ამ კოლოფის მიღმა აღარაფერი აღარ არსებობს გარდა იმისა, რაც შენ თავში იხარშება და ცხოვრობ ამ შენ ფიქრებში და რეალურ ცხოვრებას აღარც განიცდი, რაც მე შემეცოდა ეხა ეგ ადამიანი მართლა გული მომიკვდა. მეც ეგ ერთ-ერთი მათგანი ვარ ხოლმე და მაგისთვის ვიხწვი რომ არ ვიყო და ადამიანი როდესაც გრძნობიარე ხდება და სენსიტიური ხდება სამყაროს მიმართ და იწყებს ცოტა უფრო ნატიფი განზომილებების აღქმას ის ადამიანი ვეღარ არის მომხმარებელი იმას უკვე არ შეუძლია ისე იცხოვროს როგორი ტემპიც არის და როგორც მანამდე ცხოვრობდა. იმას ცოტა უფრო სხვა მოთხოვნები უჩნდება უკვე და მეც მგონია რომ ამ ეტაპზე ვართ ახლა ადამიანები, როცა უფრო მეტად ნატიფდება ჩვენი სენსორიკა და უფრო მგრძნობიარეები ხდებით და დიდი იმედი მაქვს რომ ამას გამოვიყენებთ იმ ნახტომისთვის ნახტომიც გააკეთა იმ ადამიანმა რომელმაც პირველად მოიშინაურა ხორბალი. თუ ხორბალმა მოიშინაურა ადამიანი, ეგეთ კიდე ცალკე საკითხავი. მე მგონია რომ აი ხა გავართ კიდე რაღაცა ეგეთ ეტაპზე, როდესაც კიდე ერთი ნახტომი გვაქვს გასაკეთებელი ევოლუციურად, როცა ადამიანი უნდა გადავიდეს რაღაცა ახალ საფეხურზე. და ამ ახალ საფეხურზე გადასვლა წარსული გამოცდილებების ინტეგრაციის გარეშე შეუძლებელია. მნიშვნელოვანია რომ იმაზე დადგა ფეხი და ისე გადახვიდე. ხო, რა თქმა უნდა. კი, ნამდვილად ავართ ტექნოლოგიური რევოლუცია არის ახლა მიმდინარეა უკვე, ხო. და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რაღაცა ღერძის შენარჩუნება, რომელიც არის ცნობიერების ღერძი, ანუ კულტურული მემკვიდრეობა, რასაც ქვია. აი ხა ღვინოზე მივედით ამაზე ჩვენ როგორც ერი და სხვათა შორის ის იუნესკოს ბარათი, ანუ იუნესკოს ნომინაცია დაეხმარა ამ მისვლას და იმიტომ მქონდა მე იმედი რომ პურსაც ეს დაეხმარება. მივედით იქამდე რომ ღვინოც ისეთი საკრალური სასმელია, ეს არ არის სათრობის სასმელი, ხო? ზედა შეგვაქვს ჩვენ როგორც საღვთო პური გვაქვს, ასე ზედა შეგვაქვს, ხო?
რომ არ შეიძლება იმას აურიო რაღაცები და გააფუჭო რა. ესეთი წმინდა საკრალური სასმელი უნდა იყოს ღვინო და ესეც ჩვენი ფესვები არის და ჩვენი ეროვნული ღირსების საკითხია, რომ ჩვენ ეს არ გავაფუჭოთ რა. და ჩვენი იდენტობის საკითხიც არის. ხო და აი ეგეთი იდენტობა როცა გაქვს რა ვიცი ახლა ეგ ძალიან გასაფრთხელი არის რა. ეს ცდება ახლა კომერციას რა. კი, აუცილებლად. ნამდვილად ცდება კომერციას. მაგრამ გვინდა რომ გავაკომერციულოთ, რომ რაც უფრო ამპურს მოწოდება ესეთი იქნება, რომ ამპურს რაც უფრო მეტად შეჭამთ, ის უფრო გადარჩება. კი. აი ამ პროცესში, როდესაც ჩვენ გადავდივართ ტექნოლოგიური ცივილიზაციისკენ მივდივართ, მნიშვნელოვანია რომ არ დავკარგოთ ის ღერძი, საკრალურობის ღერძი, რადგან არის მაგისი რისკები, რომ ამ ტექნოლოგიაში ეგ დაგვეკარგოს და ეგ თუ დაგვეკარგება, ჩემი აზრით დაგვეკარგება სიბრძნე, დაგვეკარგება სიყვარული, დაგვეკარგება შემოქმედებითობა, დაგვეკარგება მხიარულება. რა დარჩა მათ? რა დარჩა ადამიანისგან, ეხლა მითხარი. ძალიან მტკივნეული იქნება და სახიფათოც არის ტექნოლოგიური განვითარება, აი ამ მარცვლის გარეშე, ამ ღვთაებრივი მარცვლის გარეშე, რაც ხორბლის წყალობით ადამიანში გაჩნდა. ხო, რა კარგად თქვი, ღვთაებრივი მარცვალია ნამდვილად და ძალიან ბევრი არის რისკები და ამიტომ ადამიანის ცნობიერება შედგება იმ კომპონენტებისგან, რაც ჩამოთვალე. ამისგან შედგება. თუ ადამიანს სიყვარული არ აქვს, ინდივიდუალიზმი არ აქვს, შემოქმედება არ გააჩნია, ურთიერთთანადგრძნობა არ არის, გაზიარება არ არსებობს, მაშინ ის ადამიანიც რაღაც რა დარჩა მეკითხვა მიჩნდება რა ამ ადამიანისგან, ხო? ამიტომ ესენი შესანარჩუნებელია და ესენი ზუსტად უკავშირდება, ამიტომაც არის ეს მნიშვნელოვანი. ყველა მეკითხება, რომ აი რა არის ეს ხორბლის კულტურული მემკვიდრეობა? აი ეს არის ხორბლის კულტურული მემკვიდრეობა. სულ ვამბობ, ეს თვითონ სცენარი არ არის. იმიტომ რომ სცენარეს არ იცავს იუნესკო, იუნესკო იცავს კულტურულ მემკვიდრეობას. რისგან შედგება? აი ამისგან შედგება. ეს არამატერიალური კულტურა არის ეს, რომელიც მოიცავს ყველაფერს, როგორც ვთქვით. აი, არ ვიცი, აი რას არ მოიცავს, არ ვიცი. არამატერიალური რადგანაც არის, ვერც ვეხებით, ვერც ვხედავთ. ხო. მაგრამ ღერძია. მაგრამ რაღაცა. ღერძია, რომელზეც დგას და დანარჩენი. კი ბატონო. მნიშვნელოვანი კვლევა გაკეთდა, რომ ეს 12 ნიმუში იყო გაგზავნილი და აი ეს 12 ნიმუში სოფლიოში არსებულ შედარება მოხდა ცნობილ რაღაცამდენ ნიმუშთან სულ ყველას ჯობია. რამოდენიმე თავით. თავთავით. ხო. აბა რა ვიცი ხო, რის მფლობელები ვართ, ხო? აგერ ფრანგმა დააწერა ოქროს პური. ნახე გვილი როგორ არის. ნახე აირე ხელში. ცოტა რო გაიგებ. ნაზად არის. ნახე. ეს რატო არის ესე? ეს წისქვილი აკეთებს. წისქვილია. აკეთებს. როგორი ტიპის წისქვილი გაქვთ? ქვის წისქვილი. ქვის წისქვილი. ეს არის როგორც ვიოლინი. თუ არ იცით, კარგი მუსიკა ვერ გამოდის, ხო? და ბურისთვის წისქვილი არის როგორც ვიოლინი, რომ კარგი კონცერტი არის პური ბოლოს, ხო? ზუსტად ეგრე და ეს წისქვილი უმასაბლობ ამაზე მუშაობს, კაიგე? მე მაჩვენეთ თქვენი ვიოლინო. აქ არის. ეს ხორბალი. ნახე, როგორც ნელა მიდის აქ. ნახე. ეს
ფასკუილი საფრანგეთიდან ჩამოიტანეთ. დიახ. როგორი კომპაქტურია და პატარა და აქვე რო გაქვთ შუაგულ ქალაქში. რო ნახე აბა. თოვლივით არის. ეს არის საიდან მოდის თოვლი? კარგი პარალელია კი. ეს არის კავშირი თუ გინდა სურათი დედამიწა მზე. და აქ არის საიდუმლო. და ეს არის როგორც თოვლი, ხო? ეს არის ზევიდან მოდის რაღაცა. პოეზია. ხო, ეს პოეზია არის, მაგრამ იცი პოეზია ძველი საბერძნეთის ენა შნიშნავ არისტოტელეს შნიშნავ პოეზია არის რაღაცა ახალი აკეთეს. პოიე შნიშნავ ფრანგულად creation, ja? რაღაცა ახალი, ეს არის ხელობა, ეს არის გლეხის ხელობა, ყველაფერი ხელობა. რაღაცა ახალი მოდის, იდეა არის, სუბსტანცია არის და ამისი კავშირი აკეთებს რაღაცა ახალი არის. ეს ბუნება აკეთებს ჩვენთან, ხო, ჩვენთვის. ეს რეალურად არის, ხო, ჩანს. დააგემოთ ხელით გაიგებ, ხო? არ არის ფანტაზია, ეს რეალურად არის. რეალურად არის, მაგრამ რამდენად აღიქვამს ადამიანი ამ რეალობას, როგორ ფიქრობთ? ხო, და ვაჟაბშევინად თვითონ გაიგებ ეს. ამისი ლექსია სავსე არის ესეთი, ეს საიდუმლო, ხო? საიდუმლოს მერე შიგნით რა ხდება? ხო, შიგნით ხდება ბევრი რაღაცა. თუ გული ცოტა ღია არის, ხდება რომ ბუნების სულის დიდი პასტივისება. ეს არის სიყვარულის გზალა. მე ძალიან ბევრი ლექსები დავწერე, მაგრამ ვისმინე პურის ამბავი კავშირის. ძალიან გერმანულად ან ფრანგულად. სწორად მიფიქრია, ესე იგი, რომ პოეზია. ეს არის მოკლე სიტყვები, მაგრამ სიტყვები არის როგორც ჭა, ხო, რომ ცხალი ამოდის. ეხლა რასაც ამბობთ, ქართველი პოეტი ტიციანი ტაბიძის ლექსი რო არის, ეგეთი, მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ წერს. ასე თქვენ აღწერთ ეხლა მაგას. ზუსტად. ეს პროცესი ეგრე არის. როცა აქა ვარ, სიმშვიდე არის, ეთიური სიტყვა მოდის, ძალიან ლაზად. მაგ სათმე, შიბიში სათმე, ეთი პატარა ნახე რეული და ავირებ და ვისმინე. მაგრამ აქტიურად ვარ, მაგრამ ვისმინე. ზუსტად იცი რაც არის. მე ისმინე რომელი სიტყვა მოდის. და ყოველჯერ სურპრიზი არის. მართლა სასწაული იყო თქვენთან დიალოგი. ჩვენ გადაცემას ქვია სასწაულის ძიებაში. და ეს მათო შეიძლება თუ თქვენ ესეთი ღიაობა არ ქონდა, ვერ გეტყვი ესეთი სიტყვები, გაიგე? მადლობა. მადლობა პირიქით, ძალიან დიდი მადლობა. Au petit matin, au lieu dit de la boulangerie artisanale au blé d'or, les arômes du bon pain embellissent le parfum de la rosée matinale et tout un chacun se réjouit des bonnes saveurs lorsqu'il coupe une tranche de la grosse miche qui a vu le jour par l'art du boulanger enthousiaste et toujours étonné de cette belle transformation du grain en farine puis en pain.